როგორ ხდება ადამიანი გმირი? აი მაგალითად რომ ჭკვიანია და აი ძლიერიც და გმირს ეძახიან რას ხოლმე ნიშნავს გმირობა? ანუ რომ მაგარი ხარ იგივე. რამ სუპერძალა უნდა გქონდეს რომ გმირი გახდე? თუ ჩვეულებრივ ადამიანს ეგ მულტფილმების გმირია და ჩვეულებრივ ადამიანის იჭკვიანი უფრო გმირია ვიდრე მულტფილმებში რამე ძალის გმირი. ბავშვს შეუძლია შენი აზრით გმირი გახდეს? კი, თუ ბევრ წიგნს წაიკითხავს და ჭკვიანი იქნება, ეცოდინება ყველაფერი. შეიძლება ძალა არ ჰქონდეს, მაგრამ ეცოდინება როგორ მოიქცეს და ეგ იქნება გმირობა. რატომ უნდა წავიკითხოთ შენი აზრით წიგნი? იმიტომ რომ დიდი რო გაიზრდები, რამე მასეთი რაც წიგნში წერია რომ გადაგხდეს თავს, გეცოდინება რა უნდა გააკეთო და ადვილად გააკეთებ იმ რაღაცას. ან შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა არ წაიკითხოს წიგნები და მაინც განათლებული იყოს. იშვიათად თუ კომპიუტერებში მიმატება გამოკლება ან კომპიუტერებში რამე ზღაპარს მოусმენენ ან რამე წიგნს მოთხრობებს. მასეთ შეიძლება რომ ჭკვიანი იყოს. მაგრამ აი რაც შენ ჰუმანურ კუნძულზე მოხვედი. მას შემდეგ შენში რა შეიცვალა? აი რაში გამოგადგა? წიგნების კითხვა არ მიყვარდა და ისე შემიყვარდა აი რავი რა, ბევრი წიგნი მაქვს და ვკითხო ახლა უკვე. ძალიან მიხარია შენ. ერთი წიგნიც არ მქონდა კითხული ჯერ კუნძულზე მოვიდოდი და რომ მოვედი, წიგნების კითხვა შემიყვარდა და ბევრი წიგნი მაქვს უკვე დამთავრებული შროდეს. ყველაზე მეტად რომელი წიგნი მოგეწონა? სალამურა. ბავშვებს რატომ ურჩევ რომ სალამურა წაიკითხონ? რომ მეგობრობა კარგია და მაგალითად ბაიეს რო დაეხმარა, მაინც მეგობრობა მოიგო. აი ისინი რო ბოროტები იყვნენ, ვერ აჯობეს. მოხუცმა პოეტმა სალამურას რო რჩევები მისცა? კი. რა უთხრა? რომ ბოროტს რო შეხვდები, განა უნდა გაექცე, უნდა შეებრძოლო. როცა არ შეგიძლია შებრძოლება ისეთ მომენტში ხარ, იშვიათად შეგიძლია გაექცეო, მაგრამ შებრძოლება ჯობსო, იმიტომ რომ რო არ შეებრძოლო, ის ხომ მერე სხვა ადამიანს დაიჭერს და რო შეებრძოლო, ის აღარ იქნება და ვერავის ვეღარ დაიჭერს. ყოჩაღ მარიამ. აი ხა ტეორეტიზაციაში დავიწყე, წაკითხო და უკვე ბევრზე ვარ წაკითხული. ბევრი მაგეთი. ემხელა წიგნია და ემხელა მოვცხრა.